ვახდებით საქართველოში დაწყებულ ჯაჭვს, რომელსაც პირდაპირ მივყავართ ევროპისკენ, ეს ჯაჭვი არ იქნება უწყვეტი, ჩვენი ბრძოლა არ შეჩერდება, იმიტომ რომ ქართველი ხალხი ყოველთვის ვიბრძოდით თავისუფლებისთვის, ვეწირებოდით თავისუფლებას და დღესაც ამ მოტივით გავართ, რომ ჩვენთვის ქართველებისთვის უპირველესი არის თავისუფლება. ერთ თვე მთელი საქართველო ვაპროტესტებ მხოლოდ ერთს იმას, რომ წაგვართოს ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გაგვაჩნდა ეს იყო ევროპული მომავალი და ვიბრძვით იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ის წართმეული უფლება, რაც გვქონდა თითოეულ ჩვენგანს, იმიტომ რომ ჩვენ კონსტიტუციით გათვალისწინებული, გათვლილი ევროკავშირისკენ სწრაფვა გადაგვიხაზეს. შედგა ერთობის ჯაჭვი, ძალიან მაგარი რამ მოხდა, რომ მთელი გორი გარეთ გამოვიდა, მთელი საქართველო გარეთ გამოვიდა, შეუერთდა გორი 21 ქალაქს დანარჩენ საქართველოში და ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ვითხოვთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, არ ვცნობთ არალეგიტიმური პრეზიდენტს, არალეგიტიმური მთავრობას. ამ მთავრობის მოქმედება ეს არის ყველანაირად შეურაცხმყოფელი. კონსტიტუცია თავზე გადაგვახიეს, არანაირი ინსტიტუტები აღარ მოძრაობს და აღარ მუშაობს და არის სრული კოლაფსი იმის, რომ ჩვენ საერთოდ სადავართ აღარ იცის ხალხი. ამათ უნდათ, რომ სრულიად იგნორი გაუკეთონ. ჭკვიანი ხალხი გააქციონ ქვეყნიდან. უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, უნდა გათავისუფლდნენ დაკავებული პატიმრები და რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩვენ უნდა უარი ვთქვათ და ჩვენი ერთიანობით ვაჩვენოთ მთელს მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ერთიანები ამ ბრძოლის გზაზე. ერთ საათი ჯაჭვის გამო დავკეტეთ ცენტრი და გამოვედით აქ, რომ ყველა პატარა აგურიც, ერთი პატარა აგურიც 1%-ით რაღაცა შეუწყოთ ჩვენ ქვეყანას და აი ამ სიტუაციას ნორმალიზებისკენ ყველა პატარა აგურს დავდებთ და ყველას მოგიწოდებ გადადეთ რა შეგიძლია, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება სამართლიანი ქვეყანა, ჩვენ გვჭირდება ისეთი ქვეყანა, სადაც წინვივლით. ჩვენ ახლა ერთად ავართ აქ გორის შიდა ქართლის არასამთავრობო სექტორი. მოკლედ ჩვენ გავართ აქ, იმიტომ რომ გვინდა ამ ჩვენი ერთობით ხელი-ხელთ ჩაკიდებულებმა გადავცეთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ ეს ერთობა ჭირდება იმისთვის, რომ ძალიან მალე ჩვენი ქვეყანა ისევე როგორც იყო დაგეგმილი, ისევე როგორც კეთდებოდა ყველაფერი, გავხდეთ ევროკავშირის წევრები.